ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში წმინდა მოციქულთა სწორი ქალწულის ქართულთა განმანათლებელი ნინოს ხსენების დღე განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა. სოფელ ხელეთში წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის დედათა მონასტერი ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა და ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა აკურთხეს. მღვდელმთავრებმა სავანის ტაძარში მდებარე ტრაპეზის ქვაში წმინდა მაქსიმე აღმსარებლის წმინდა ნაწილი ჩააბრძანეს. როგორც ცნობილია, წმინდანი საკუთარ კელიამდე მისასვლელად სწორედ ამ სოფლის გზას გადიოდა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ წმინდა სინოდის წევრებმა შეკრებილი მრევლი დალოცეს. ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ მონასტრის ქტიტორს გია გაზდელიანს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ამ ყველაფერი უნდა იყოს თამარ მეფის ღირსი. თამარ მეფესთან მიახლება ხდება ამ ტაძარში და ყველა წმინდა მეფე თამარისთვის ვაკეთებ შესაძლებს თუ რამე კეთილება აქვს და თუ რამე ლოცვა აღევლინება თუ რამე სიკეთე გაკეთება. მადლობა ამ თემს, მადლობა ლენტეხის რაიონს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. ტაძრის მშენებლობა საშუალებას რომ ყოფილიყო მარტო არც ვფიქრობდი რომ აგვეშენებია, ჩემი სურვილი იყო რაც მეტი ხალხი იქნებოდა მონაწილე ამ ტაძრის მშენებლობაში. ეს ზეიმი გვაქვს და გვიხარია რომ ეკურთხა ტაძარი წმინდა თამარის სახელობის ტაძარი არის, დედათა მონასტერია. წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის დედათა მონასტერი 12 წლის განმავლობაში შენდებოდა. სავანის აგებაში მთელი სოფელი მონაწილეობდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტაძარი ქალაქში საცხოვრებლად გადასულ მოსახლეობას უკან მოაბრუნებს. მონასტრის არქიტექტურა დავით სვანიძეს ეკუთვნის. საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ეზოში ფოლკლორული საღამო მოეწყო. მომღერლებმა შეკრებილ საზოგადოებას ამ კუთხისთვის დამახასიათებელი მუსიკალური ნომრები წარუდგინეს.